აფხაზეთის ხმები დევნილობიდან წარმატებამდე ასე ეწოდებოდა ღონისძიებას, რომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. ღონისძიების ინიციატორი და ორგანიზატორი სოხუმელი მწერალი, კომპოზიტორი, უმაღლესი საბჭოს სამშვიდობო ღონისძიებების კოორდინატორი ნინო მირცხულავაა. შეხვედრაზე მიწვეული იყვნენ სხვადასხვა სფეროში წარმატებული ადამიანები აფხაზეთიდან, რომლებმაც შეკრებილ საზოგადოებას საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილება, დევნილობის მძიმე წლები და წარმატებამდე განვლილი გზა გაუზიარეს. ჩვენ გვაქვს წყინვალე მაგალითები და განსაკუთრებით ეს ეხება ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს აქ იყვნენ წარმოდგენილები, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ისეთივე დევნილები იყვნენ, ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიეს, ძალიან დიდ წარმატებას და ეს წარმატება მარტო მათი პირადი წარმატება კი არ არის, ეს არის შესანიშნავი მაგალითი მთელი დევნილობისთვის და იმისათვის რომ ჩვენ დაუბრუნდეთ ისევ ჩვენს მიწა-წყალზე, სწორედ ასეთი წარმატებულები უნდა ვიყოთ. ეს ღონისძიება ტარდება დევნილების мотиваციისთვის, დევნილების ოჯახების, ბავშვების мотиваციისთვის. 4 ცნობილი წარმატებული ადამიანი, რომელიც მოვიწყე არის 4-ვე სოხუმელი. მე სოხუმელი ვარ და ძალიან მიხარია რომ ვამაყობ ამით რომ სხვა პროფესია ადამიანებმა თავიანთი საუბრებით ბავშვებს მოუწოდეს რომ არ უნდა დანებდნენ რომ ძალიან მიხარია რომ ხდება აღიარება წარმატებული აფხაზეთელების ადამიანების რომლებმაც ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიეს და ისინი არიან აფხაზეთიდან და ჩვენთვის გასახარია და პატივია მივიღო ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობა მით უმეტეს როცა საუბარია ისეთ გამორჩეულ ადამიანებზე რომლებიც დასახლდნენ მათ შორის ბაჩანა ჭანდურია, გიორგი გასვიანი და სხვაები. სპიკერებმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს იმ სირთულეებსა და გამოწვევებზე, რომელთა გადალახვაც დევნილ ოჯახებს წლების განმავლობაში უწევდათ, თუმცა აღნიშნეს, რომ სწორედ ამ გამოცდილებამ მისცა მათ ძალა და мотиваციაც წარმატებისთვის ებრძოლათ, რათა საკუთარი ადგილი დაემკვიდრებინათ საზოგადოებაში. ჩემთვის საამაყუარი რო ვარ სოხუმელი და უფრო კიდე საამაყუარი რომ შემილია და მომეცა საშუალება რომ ეს ჩემი სოხუმისადმი სიყვარული მიუხედავად იმისა რომ მე იქ ვერ დავიბადე, ვერ მოვესწარი სოხუმს, დისტანციურად ჩემმა მშობლებმა, ჩემმა გარემოცვამ ისე შემაყვარეს, რომ ჩემთვის პატივია რომ შევძლო ამ სიყვარულის სხვებისთვის ჩვენება და როგორც მინიმუმ ვერბალურად მაინც გადაცემა. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენი სათქმელი ასე დროს. იმიტომაც მოვედი დღეს აქ რომ ახალგაზრდებს გაუზიაროთ ჩვენი აზრი, თუ ჩვენი განვლილი გზა არა იმიტომ რომ ძალიან წარმატებულად თვლი თავს ან რაღაცა საკუთარ თავზე ძალიან რთულია შეფასება, მაყურებელმა უნდა მოგანიჭოს, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, იმ სირთულიდან, რაც იყო ჩვენი ბავშვობა, როცა ჩვენ ცხოვრობდით სასტუმროებში, საერთო საცხოვრებლებში, სკოლებში, ბაღებში, ჩვენ ცხოვრობდით სოფტექნიკის შენობებში, ჩვენ ცხოვრობდით კოლეჯებში, საავადმყოფოებში. აი ამ სიძნელებზე ვესაუბრებით. პროექტი ხელს უწყობს ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას, ახალგაზრდა თაობაში თვითრწმენისა და იმედის განვითარებას, აფხაზეთის კულტურული იდენტობის გაძლიერებას.